ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა და ორნიშნან ნიშნულს მიაღწია საქსტატის წინასწარი შეფასებით მარტში ქვეყნის ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველ კვარტალში კი 9.1%-ით. მარტში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის დარგმა, ინფორმაცია და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე სამთო-მოპოვებით მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა. კლების ტენდენცია ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები საქართველოში საწვავის ფასზე მყისიერად არ ასახულა. ის შეფასება ფასებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილ დროებითი კომისიის ხდომაზე გაკეთდა, სადაც ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებს მოусმინეს. ჰორმუზის პრობლემამ მიწოდების კუთხით გარკვეული პრობლემების შექმნა, რაც საერთაშორისო ფასებზეც აისახა და ამან გავლენა მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, არსებული მარაგებისა და კონკურენციის ხარჯზე ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში ფასების ზრდა მყისიერად არ მომხდარა. ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით კომისიამ ბიზნესთან განხილვები დაასრულა და დასკვნის გამოქვეყნება დღეს იგეგმება. 2026 წლის იანვარ-მარტში 2472 სამშენებლო ნებართვა გაიცა. საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების თითქმის 3/4 ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების თითქმის ნახევარი კი თბილისშია დაგეგმილი. წლის პირველ კვარტალში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნარჩენების მართვაზე კონტროლის მექანიზმები მკაცრდება. პარლამენტმა ნარჩენების მართვის კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ცვლილებების ნაწილი ეხება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას, იზრდება ჯარიმები რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის და ანგარიშგების დარღვევისთვის. ჯარიმები 1500 ლარიდან 10.000 ლარამდე მერყეობს. კანონი ასევე არეგულირებს ნარჩენების დროებითი შენახვის ვადებს, რაც განსაკუთრებით შეეხება ისეთ ნარჩენებს, როგორიცაა კატალიზატორი, აზბესტი, ნაცარი და წიდა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება კატალიზატორებზე. მთავრობას უფლება ექნება დროებითი შენახვის ვადა გაახანგრძლივოს, რაც კატალიზატორების ამოღებას და ექსპორტს შეზღუდავს. ტურიზმის სექტორში კლება პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.300.000 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. შემცირებულია ტურისტების დანახარჯებიც. 2026 წლის სამთვეში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.200.000.000 ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1900 ლარამდეა. ვიზიარი უარყოფს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია საწვავის ფასების ცვალებადობის გამო მაღალი რისკის წინაშეა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიას მომარაგებული აქვს საწვავის საჭიროების დაახლოებით 70% მომდევნო 6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 60% 2027 წლის მარტის ბოლომდე. შესაბამისად, ავიაკომპანია ევროპის ქსელის მასშტაბით რაიმე სტრუქტურულ პრობლემას საწვავის მიწოდებაში ვერ ხედავს. ვიზიაში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში ევროპის აეროპორტებში მომხდარი ნებისმიერი შეფერხება იყო იზოლირებული, ხანმოკლე ხასიათის და არანაირი გავლენა არ მოუხდენია ოპერირებაზე. ცნობისთვის საავიაციო საწვავის ფასები გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია. სანავთობო ბაზრებზე კი კვლავ არასტაბილურობა. 2 დღის წინ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ შავი ოქროს ფასი 4 წლიან მაქსიმუმზე ავიდა. გუშინდელ ვაჭრობაზე ფასმა $126-საც კი მიაღწია, თუმცა საბოლოოდ $115 ფარგლებში დასტაბილურდა. წლის დასაწყისიდან ბრენტის ფასი ორჯერ და უფრო მეტადაა გაზრდილი, ამერიკული კი თითქმის 90%-ით არის მომატებული. ანალიტიკოსების შეფასებით დინამიკა ინვესტორების მოლოდინს ასახავს, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა ხანგრძლივად გაგრძელდეს და მნიშვნელოვნად შეზღუდოს გლობალური ნავთობის მიწოდება.